არხის დაბადების დღე. გიოს ულოცავთ თავის არხის დაბადების დღეს. თხოვთ გამოუწეროთ და ლაიქოთ ვიდეო. დაულაიქოთ ვიდეო. დღეს არის გიოს არხის დაბადების დღე. ულოცავ მას და წარმატებები. გილოცავ არხის დაბადების დღეს. გილოცავ გიო არხის დაბადების დღეს და ვერახვალ 3-მდე. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დაგიბრუნდით სრულიად ვიდეოთი. თავიდანვე გეტყვით, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მოლოცვისთვის, როგორც ნახეთ დასაწყისში ყველა მომილოცა არხის დაბადების დღე. დღეს შეუსრულდა 1 წელი და მოკლედ მინდა გამოიწეროთ არხი ახლავე და ლაიქოთ ვიდეო, რომ მეტი სახალისო ვიდეოები ნახოთ ამ არხზე და დაიდება გეიმინგიც, რა ვიცი, ყველაფერი და მოდით ჯერ ვისაუბროთ რიან არხის ისტორიაზე, როგორ შეიქმნა, როგორ მინდოდა ავსულიყავდა 1000 გამომწერზე და რამოდენიმე რჩევასაც მოგცემთ. სანამ YouTube არხს შევქმნიდი, იქამდე სულ უყურებდი YouTube-ს და ძალიან სასაცილო რაღაცას გეტყვით ახლა. ანუ წარმოსახვითი მით, რა ქვია, ანუ ვითომ მოვიღებდი ვიდეოს და შედის ხალხთან ბუნებაში გავიდოდი ხოლმე, რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე და ვითომ ვიდეოს ვიღებდი რა, არც კამერა მქონდა წაღებული, ლაპარაკობდი პროსტად ჩემს. ძალიან სასაცილო რაღაცაა და მითანხმებით. მაგრამ ოკეი, ისე ვაკეთებდი და მოლე არც მქონია აზრად რომ შემექმნა ვაფშე YouTube არხი და უყურებდი ხოლმე, რა ვიცი, TMG-ს უყურებდი ხოლმე, მაშინ უფრო TMG-ს უყურებდი ადრე ძველად. მაგის GTA-ს და CS:GO-ს და რაღაცებს რა, короче. მერე კიდე ახალი იუთუბერები უფრო მოიყარნენ და მე უკვე დავიწყე მაგათი ყურებას და თავიდან TMG-ს მარტო უყურებდი. მაგარი ძალიან ადრე იყო. კაი, მაგას მოვიშვათ ახლა. მაგრამ ერთ დღესაც შემხვდა YouTube-ზე ვიდეო, როგორ გავხდეთ იუთუბერებიო და რაღაც ანუ ეკრანწერი იყო რაღაცაზე, პროსტა რა და აუთეგ ისე უბრალოდ ჩემთვის გადავიღე პროსტა პატარა თამაშის ვიდეო ვითომ რაღაცა და მე მომეწონა ეგ თამაშის ვიდეო, მე უბრალოდ მივესალმე ხალხს და ისე ვილაპარაკე როგორც YouTube არხისთვის და მე როცა მომეწონა ეგ ვიდეოები მეთქი YouTube-ზე ხო არ დავუთხო და ზუსტად მაგ დღეს აი ამ დროს გადავიღე ჯოისტიკის განხილვა, ოღონდ პირდაპირ ეგ არ გადავიღე თამაშზე და მე ადრე მქონდა სეკრეტ არხიც, სადაც გიორგი გეიმერი მეწერა და მაინკრაფტის რაღაც მეყენა და მოკლედ ეგ სეკრეტ არხი აღარ არსებობს და იწეთ ყველა მან მარტო 20 გამომწერი ყავდა როცა წამეშალა და მოკლედ ახლა ამ არხზე ვარ, გიორგი ჩიტისე, ეს არის ჩემი მეორე არხი, მაგრამ ეს დამებლოკა და როდესაც წაიშალა, მე შევქმნი ეს არხი რა. ეგ იყო პირველ დღეს დავდე, ეგ ეკრანით ჩაწერილი ვიდეო და შემდეგ გიორგი ჩიტისე უკვე დავდევი ჯოისტიკის განხილვა და რაღაცეები. მე როდესაც თავიდან არხი შევქმნი, მინდოდა გადამიღო ანუ ბლოგების ტიპის და გეიმინგის ტიპის მინდოდა და ალბათ გესმოთ ჩვენთა ბლოგერი, ეს არის ჩემი საყვარელი იუთუბერი. მაგის ვიდეოებს უყურებდი კიდევ სანამ ნიკათიების დავიწყებდი. და მოკლედ, რა ვიცი, როგორც ის იღებს ხოლმე ნებისმიერ ყველა ვიდეოებს, ანუ ყველა თამაშზე, აი გეიმპლეიებს, რაღაცებს, მეც ეგრე მინდოდა დამეწყო რა. ანუ ბევრი თამაში გადამეღო რა და მაგრამ მე ცოტა განსხვავებული რაღაცა ვირჩი. ლოგებიც ქონოდა, პატარა, რა ვიცი, ყველაფერი, ანუ რაც კი არის, კონტენტი, ყველაფერს გაკეთება მინდოდა რა, ეგეთი რამე გადავწყვიტე და ჩემი პირველი ვიდეო იყო short ვიდეო, ანუ შუშაზე ვაკეთებდი მაინკრაფტის იმას. ეგ იყო საერთოდ ჩემი პირველი ვიდეო ამ არხზე ოღონდ. ჩემი მეორე ვიდეო იყო ჯოისტიკის განხილვა, ნუ ეგ დიდ ვიდეოებში პირველი იყო, რაღაც ვაფშე პირველი ვიდეო, short ვიდეო იყო ეგ. და არც ერთი ჩემი პირველი ვიდეო არ არის წაშლილი, შეგიძლიათ ახლავე ნახოთ, მაგრამ ჯერ არ გამორთოთ.
ამ არხზე ბევრი რაღაცა, ამ ვიდეოში ბევრი რაღაცას დაიხმარებით. რებეკა ჯიენთან კიდე გადაღებული CS:GO მაგას დაიწყო, მაგრამ ოკეი, ამას ახლა. მოკლედ და დავდე თავიდან ეს ჯოისტიკის განხილვის ვიდეო. მე მოვიფიქრე, რომ თამაშებზეც დავდებდი, თამაშებზეც დავდე ხოლმე ვიდეოები და სადღაც 30-მდე მოდიოდა ნახავდი, მეტი აღარ. და მე ვაგზელე ძალიან ხშირად ვდებდი, დღეში ვიღებდი 4 ვიდეოს და ერთ დღეში იდეოდა 5 ვიდეო სადღაც რა. აი, ნებისმიერ თამაშებს ვწვდი, მაგრამ ზოგიერთი ვიდეო 5-ზე თუ 6-ზე მეტი ვიდეო არაა დადებული არხზე, რომელიც სულთად გამზადებულია. მაგრამ მე უკვე წაშლილია ეგ ვიდეოები, ასე რომ ვაღებს ვეღარ ნახავთ, მაგრამ ოკეი. და ნუ მოკლედ ახლა ვიღებ ამ ხო, ნუ მოკლედ აწი აღარ ვაპირებთ რაღაცებს, ნუ ცუდი უხარისხო ვიდეო თუ გამოიავშლი ხოლმე და არ ვდებ საერთოდ არც ვაედიტებ და უხარისხენი გამოვიდა და ვაედიტებ და ვდებ ხოლმე. ნუ მოკლედ ეგრე წამოვედი, ბოლოს უკვე როცა ნახვევი და გამოწერები მოვემატა, ჩემი ოცნება იყო 1000 გამოწერებზე მაინც ავსულიყავი, ახლა 2000-ზე ვარ, 2030-ზე და ნუ მოკლედ დიდი მადლობა ყველას ამისთვის. და ავიდეთ 3000-ზე და ჩემი თავარი არის 5000 კომენტარზე ასვლა. აი ეგ არის ჩემი თავარი ის. და ნუ მე ავარ და ავარ კიდევ სხვებს. ნუ ჩემი თავარი სპეციალ არის 5000. ნუ მოკლედ ეხლა ეს იყო ჩემი ახლის ვიდეო ჯერჯერობით და ეგრეთ გავაგზავნე ვიდეოების დადება. ბოლოს უკვე ნახვები და გამოწერები როცა მომიმატა, ნუ თავარი ჯერ არ მითქია უკაცრავად. როცა მომიმატა მე მოვუკელე ცოტა ვიდეოების დადებას, ხანდახან ანუ წესების დარღვევაც მიდებოდა ხოლმე და მაგიტომ ვიღარ იმაშებოდი რა. დებდი ხოლმე ვიდეოებს და პაუზები მქონდა. მე პაუზების მერე კეთს ცოტა მიზარებოდა ხოლმე ვიდეოების დადება, მაგრამ სულ ახალი დაწყებული როცა მქონდა არხიდან ნახვები ვაფშე რა მქონდა, ფიზიკურად ყოველ დღე ვიდეო რო არ გადავიღო, აი არ შემეძლო. ხო და ეხლა ჯერჯერობით ეს კვირაში ერთხელ ხოლმე ვიღებ ორჯერ კვირაში და მეორე კვირას ვდებ ხოლმე, ან მეორე დღეს, ან მეოთხე დღეს. ნუ კაროჩე, რებეკა ჯიენთან გუშინ წინ გადავიღე ვიდეო და გუშინ და ჯერ კიდე არ არის გადაგული, ალბათ ხვალ დაიდება ან ახლა, ან ხვალ უფრო. და ნუ მოკლედ მე ნუ ახლა მოვაშვით ამას და ნუ როდესაც უკვე ნახვები მომემატა და რაღაცა განკლებოდი ვიდეოს, მაგრამ მე უცებ ძალიან დიდი უბედურება დავაყდა თავს არხი დამიბლოკა, ეს არხი საერთოდ წაიშალა YouTube-დან, მაგრამ მე ერთ თვეში ძლივს აღმოადგინე, როდესაც უკვე საერთოდ წაიშლებოდა. შედაშორის ეგრე წამიშალა ეს წინა არხის გიორგი გეიმერიც. მაგრამ ოკეი. ის წარს ჩავარდა უკვე, ეს არის ახალი არხი უკვე და ეხლა ვიქ გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და მოკლედ ვინც არ დაბადების დღე მომეწონა ყველას არხები იქნება აწერაში, აუცილებლად გამოუწერეთ ვიდეოებიც და ლაიქეთ და რა ვიცი. შეიძლება. პატარა ხარვეზი იყო და ოკეი. ხო და მოკლედ ეს იყო ჩემი არხის ისტორია, როდესაც აღდგა, დავდე 1-2 ვიდეო და მესამე ვიდეო არის თორსების. ეს იყო ჩემი წლიანი არხის ისტორია. ახლა 5 რჩევა YouTube-ზე, რომ მქონდეს კაი ნახვადი ვიდეოები და ლაიქები და გამოწერები. პირველი რჩევა არის ხარისხიანი ვიდეოები. ხარისხიანი ვიდეოები არის, რომ რაღაც დებილური ჩამწერებით არ შეწეროთ და პირდაპირ ტელეფონის ფუნქციით გადაიღეთ ხოლმე ვიდეოები. და თუ სახესაც გამოაჩენთ, კარგი იქნება. თუ არა და ეკრანის ვიდეოები ცოტა ნაკლები ნახვადია და სახეები გამოაჩინეთ ხოლმე. აუცილებლად გქონდეთ ხოლმე მიკროფონი ჩართული. ეს მეორე რჩევა არის უკვე მიკროფონის ჩართული. პირველი რჩევა იყო ხარისხიანი ვიდეოები. მეორე რჩევა არის გქონდეთ მიკროფონი, ყურსასმენი უფრო ნაკლებად მიკროფონი უფრო რომ კარგად დახვეწილად ისმოდეს ხმა მაშინ ვიდეოში. მესამე რჩევა არის ნუ იმას იზამთ რა ქვია, დაეყრდნობით მხოლოდ ერთ კონტენტს, შექმნით ბევრი კონტენტი და ვიდეოში ხშირად თქვით ხოლმე არხის გამოწერა და
ისეთი რაღაცეები თქვით, რომ აი კაც მომდეს მართლა არხის გამოწერა და გამოაწერეთ კიდეც არხი. მეოთხე რჩევა არის ყველაზე მთავარი რჩევა, რასაც ძალიან მოაქვს გამოწერები. შორტ ვიდეოებში ხოლმე დადით ხოლმე ისეთი რაღაც, რაც ეხებოდეს სხვის არხის მატებას. აი მაგალითად, თუ არხს გამოიწერთ, მეც გამოგიწერთ არხს და ვინც გამოიწერთ ჩემ არხს დაწეროს კომენტარებში და მეც გამოვწერა არხს. გამოგიწერეთ, დაგიწერენ, შენც გამოიწერეთ ოსიო. და ამ მსგავსი რაღაცები, ვინც დამილაიქებს ვიდეოს, მეც დაულაიქებ ვიდეოებს და რაღაცეები რა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რაღაც, შეგიძლიათ მივიღოთ გამოვწერები. მეხუთე რჩევა იქნება ჩემგან ის, რომ გადაიღეთ ხოლმე, აი რა ქვია იმას, შორტ ვიდეოების გადაიღეთ, რაღაც ანუ ედიტების გადაიღეთ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ედიტმა რა ვიცი სასწაული რაღაც წავიღოს. ერთხელ ვიდეო ძალიან რა ავსულიყავი 100 გამოწერზე და ერთი შორტ ვიდეო დავდე და მაგალითად მეყონა, ანუ მაშინ მეყოდა 30 გამოწერი და მაგ შორტ ვიდეო პირდაპირ 100 გამოწერი მომიბადა და იმენი გაფრთხილებში ვიყავი მაშინ. ну მოკლედ ავსალში ედიტების გადაიღეთ ხოლმე იშვიათად 1000-ში ერთხელ. ну მოკლედ ეს იყო ჩემი ხუთი რჩევა. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მთავარ რაღაცაზე, ვისაც ბევრი საინტერესებს, ზოგს საერთოდ არ აინტერესებს ეს რა სისულელი არისო, მაგრამ არიან ბევრი ნათესავებიც არიან ხოლმე, ვინც არ იციან, ბევრმა არ იცის, მოკლედ და მოკლედ ეხლა აგიხსნით როგორ უნდა არხის გაკეთება. აბა დავწყოთ. მეგობრებო, მოკლედ შევდივართ YouTube-ში, ეგრევე დაბლა აი ამას დავაჭერთ, აი ამას ჩავრთავთ, მერე აგერ ანგარიშის დამატებას დავაჭერთ. მერე აქ აი აგერ პლუსი არის აქ, აი ამას და ამ პლუსს დავაჭერთ. და აი შექმნა რო აწერია აგერ ამას დააჭერთ. პირადი გამოყენებისთვის უნდა მისცეს და არა სამუშაოსთვის და ან ბიზნესისთვის ან რაღაცის. პირადი გამოყენებისთვის აი ამას უნდა დააჭერთ. მერე დააწერთ სახელს, მაგალითად გიორგი, ჩემი გვარა, ეს იყოს. მერე აქ თქვენ რიცხვს დაწერთ, არა ამდენშიც ხარ, და აქ დაწერთ თქვენს წელს, მაგრამ თუ სრულწლოვანი არ ხართ, არ უნდა დაწეროთ ისეთი წელი, უნდა დაწეროთ მაგალითად 1999, და სქესი, თუ მამრობითი ხართ, მამრობითი, თუ მდედრობითი ხართ, მდედრობითი, ну მე მამრობითი ვარ ახლა და მამრობითს დავაწერ. აქ ახლა ნებისმიერს თუ გინდათ აარჩევთ მეილს, რომელიც გინდათ, ან აქ პირდაპირ შექმნით თქვენ თვითონ, მაგრამ ნუ მოდი მე ავარჩევ აქედან პირდაპირ. მერე პაროლს დაწერთ რაღაცას, ვიცოდეთ, რაღაცა. კიდე დავუმატოთ რაღაცეები. და ოკეი. მერე აქ ნომერს ჩაწერთ, მაგრამ მე გამოვტოვებ, ეხლა არ მინდა აქ ნომერის ჩაწერა. და მერე პირდაპირ აქ შემდეგის დააჭერთ. მერე სულ დაბლა ჩაწეროთ, ვეთანხმების უნდა მისცეთ. და დაელოდებით ამ დროს უკვე თქვენი არხი იქმნება. და ნუ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი აუცილებლად და ლაიქოთ ვიდეო. ნუ მოკლედ აი კაი. ეხლა როგორც კი ამას ვიზამთ, აქვე დაბლა თქვენი რო აწერია ამას, აი აქ ამას დავაჭერთ. ამაში შევდივართ არხზე. ამას დააჭერთ. მერე არხის შექმნას მისცემთ და თქვენი არხი შეიქმნება. всё, აი თქვენი არხი შექმნილია. მერე დააწერთ აქ ფანქარივით რო არის რაღაც, ხო ხედავთ? აი ამას დააჭერთ და მერე აგერ ფოტოს და შეცვლით ნებისმიერი ფოტოთი, ან ახლავე გადაიღებთ, ან გალერიიდან აიღებთ. ну ამას თქვენც მიხვდებით მე. აქ შეცვლით სახელს, ну ეს თუ არ გინდათ დააწერთ მაგალითად რაღაცა გიორგი გამერ, რა ვიცი, ერქვას ესე. და თქვენს სახელურს გადაცვლით გიორგი 1 2 3 გამერ 3 2 4 5. აი ეს იყოს მაგალითად. ну არ მიგდებს, ოკეი, ეს იყოს ახლა. ცადეთ, ну ნებისმიერი რამე იყოს, ახლა მე არ ჩავწერ აქ რამე ისეთ და ну მოკლედ ვიდეოს დადება როგორ უნდა ეხლა. ну თავიდან დააჭერთ აქ შექმნას, მაგრამ მერე ეგრე აღარ უნდა გააკეთოთ. აქ ვეღარ დადებთ აქედან. პირდაპირ ვიდეოს მართვაში შეხვალთ და აი აქედან შეგიძლიათ დადოთ ვიდეოები.
ან პირდაპირ YouTube სტუდიოს გადმოწერთ და იქიდან იქნება ყველაზე კარგი დასადები ვიდეოთი. აი აგერ შექმნას დააჭერ, გადაიღებთ ვიდეოს, რაზეც გინდათ. მეგობრებო, დაგიგუნდით რომ მეგობრებო, როგორც საერთოდ მიხდით უკვე და გაეცალით, როგორ უნდა გააკეთოთ არხი, კაი ხარისხიანი და ანუ ყველაფრით გამზადებული. მოკლედ, ეხლა გაგემშვიდობებით მე თავიდან კიდევ გეტყვით, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ მომდევნო არხის დაბადების დღე. რა თქმა უნდა, კიდე ჩამოვარდა, შეიმჩნევთ. და მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მე გემშვიდობებით და მაგათი არხის ნეკები ძახსტერაში აუცილებლად გამოიწერეთ და ჩემი არხიც გამოიწერეთ, აგერ გამოჩნდება. აბა, ნახვამდის.